ქვეყანაში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და ევროსაბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორი, პროგრამების დირექტორი, ოფისის ხელმძღვანელი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში დაესწრნენ. არ არის მოკლევადიანი რეფორმა, აღნიშნული რეფორმა საკმაოდ დიდ დროს რესურსებს და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება რეფორმირების პროცესი ცალკეული მიმართულებებით. Why is this important? Because in the ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება. კმაყოფილები ვართ, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავებას აპირებს. ამ გეგმის განხორციელებაში კი ევროსაბჭო თავის წვლილს შეიტანს. ვისაუბრეთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების შედეგად ძლიერი თვითმმართველობები მივიღოთ ქვეყნის გასაძლიერებლად. ევროსაბჭო ამ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.